მე ვარ ანა ჯიბლაძე 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბალეტი, ხატვა და საჭმელების გაკეთება. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ჩემი თვისწავლე. როგორ ვისწავლე და ერთხელ დავხატე ბაბუას პორტრეტი. მეგონა არ გამომივიდოდა, მაგრამ კარგი გამოვიდა. ამ დროს დედაჩემმა ჩემი ხატვის ნიჭი დაინახა და ხატვაზე შემიყვანა. ძალიან გამიხარდა ხატვის სტუდიაში, რომ შევედი. იქ გამოფენილია ლალი მასწავლებლის ნახატები, პატარების ნახატები და დიდების ნახატები. ჩემიც იყო გამოფენილი, მაგრამ ყველა გაიყიდა. ჩემი ნახატები ღირს 10 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ვხარჯავ სკოლის ნივთებისთვის. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონდა 61 ლარი. საიდან მქონდა და ყოველი 10-იანი ღირს 2 ლარი. რომ იცოდეთ, მე ვარ ათოსანი გოგო. მე რო გავიზრდები ხელფასი მექნება 8000 ლარი. მინდა რომ გამოვიდე ხელოვნების მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი დიზაინერი. ყველაზე ხშირად ვხატავ გრაფიკაში ნატურმორტს. ჩემი საყვარელი ფერია თეთრი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ როცა ვიყენებ წითელ ფერს, სინათლეს არ ანათებს. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ჩემი აზრით მაქვს 60 ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ მომავალში მაღაზია გავხსნა და იქ გავყიდო. მე სადაც დავდივარ, ქვია ფერადი სტუდია. იქ მასწავლის ლალი მასწავლებელი. ის არის ბჟღალთმიანი, მხიარული და კარგი ხედვა აქვს. მე ვაპირებ ხატვაზე კიდევ ვიარო 10 წელი. მე ასევე მიყვარს ბალეტი და ვცეკვავ ნიორაძის სტუდიაში. მახსოვს პირველი დღე ბალეტზე რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი, მაგრამ არ ვნერვიულობდი. პირველად გავიცანი მასწავლებელი და მერე ბავშვები. მერე უკვე დავიწყე ვარჯიში. ბალეტში ყველაზე ძნელია კედლამდე წელვა. ყველაზე ადვილია ცერებზე ტრიალი. კონცერტი ჯერ არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. მაგ კონცერტზე მინდა რომ ჩავიცვა მუხლებამდე წითელი ლამაზი კაბა. ჩემი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს პარიზში. სტუდიაში ჩემი ქორეოგრაფია დიანა მასწავლებელი. ძალიან ლამაზია და თვითონაც ძალიან ლამაზად ცეკვავს. მე რო გავიზრდები, მინდა მასზე ლამაზად ვცეკვავდე. ჩემი სკოლა მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიტა ჭეიშვილი. ყველაზე მშვიდია ემილი ძიძიგური. ყველაზე იმედის მომცემია მარიამ ცეცხლაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი. ეხლა მინდა ვიყო 12 წლის, რადგან ხატვაზე უფრო რთულებს დაგვახატინებენ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი დაიკო. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა და ერთი პატარა და. ჩემი და არის 4 წლის და ქვია კატო. ის არის მავნე, ცოტა მატყუარა, საყვარელი, ლამაზი და სიფრიფანა. ჩემი აზრით კატო რო გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის მჭკვიანი, მხიარული და მშრომელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მზრუნველი, შრომის მოყვარე და სურვილების ამსრულებელი. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რადგან საჭმელებს ვაკეთებ და სახლის დალაგება ვიცი. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 6 წლის. ეს საჭმელი იყო ბადრიჯანის სალათა. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ხილის ნატურმორტებს.
თან ძალიან მიყვარს რეცეპტების გამოგონება. ეხლა მე სწავლით ხილის ნატურმორტის გაკეთებას. პირველი დაგვჭირდება სხვადასხვანაირი ხილი. თქვენ რომელიც გინდათ, მე მაგალითად ავიღებდი კივი, ბანანი, მარწყვი და პორტოხალი. მე ეს ხილი უნდა გავრეცხოთ და დავიწყოთ მარწყვის დაჭრა. მარწყვი 4-ად უნდა დავჭრათ. ბოლომდე არა, ის მარაოსავით რო გამოვიდეს. ჭირდება 2 მარაო. და მარწყვისგან გაკეთებული 1 გული. მერე ვჭრით ბანანს, კივს და ბოლოს პორტოხალს. ამას ყველაფერს გავაფორმებთ, რასაც ჩვენ გულში ჩავიფიქრებთ. ძალიან გემრიელი გამომდის და თუ გინდათ დაგპატიჟებთ. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია კლასგარეშე ვინი პუჰი. საყვარელი მულტფილმია სოფია. ჩემი აზრით მე ვგავარ პრინცესა ბელს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მე გამოვიგონებდი ისეთ ყუთს, ერთ ლარს რო ჩავაგდებდი, 1000 ლარი გაჩნდებოდა. წინა მონაწილედ მიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა ფისუნია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მაგალითად მე მინდა მქონდეს წინასწარ მეტყველების სუპერძალა. ბედნიერება არის ოცნებების ახდენა, მოგზაურობა და კარგი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.